მისი რეკორდი ამჟამად არის 14-0-ზე 12 ნოკაუტის და აი რო შეხედა ვერნაერად ვერ წარმოიდგენ რომ ეს ტიპი არის 21 წლის. მაღალი ნავარჯიშები, სრული წვერი, ძალიან ჯანზე და ძიმე წონაში უკვე 14 პროფესიონალი ბრძოლა აქვს ჩატარებული და 18 ნოკაუტი მოგებული. ვინც საბრძოლო სპორტში რკვევით, დამეთანხმებით ალბათ ყველა რომ 21 წელი მით უმეტეს ძიმე წონოსანი მოკრესთვის ძალიან პატარაა. სწორედ ამიტომ თავიდან სკეპტიკულად უყურებდნენ მას და ამბობდნენ რომ აი სამოყვარულო კარიერაში წარმატება ჰქონდა, მაგრამ მან თავის ტოლებს და არც ისე მაღალი დონის ოპონენტებს რადგან უპირისპირებდა, მაგიტოს ჩანდა ეს ყველაფერი შთამბეჭდავი. მაგრამ ნურას უკაცრავად შარშანეს ჩვენი მოზესი შეხვდა დილიან უაიტს და დილიან უაიტი საერთოდ არის პატარა სახელი. თითქმის ყველა ელიტარულ მძიმე წონასაც აქონია ჭუბი დილიან უაიტს და საერთოდ არის ხელწამოსაკრავი. სწორედ ამიტომ მაყურებლებს რაღაც ნაწილი მიიჩნევდა რომ ეს ნაბიჯი სულ ნაადრევი იყო და 21 წლის ბიჭის ესეთ გამოსვლა პოინტაში შეშუვა თლაც სწორი გაწყვეტილება არ იყო. მაგრამ რა მოხდა რეალობაში? მოზესი ტომამ პირველივე რაუნდში დაანოკაუტა დილიან უაიტი, რაც საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია. დილიან უაიტს მოზესი ტომასთან ბრძოლამდე ჰქონდა მხოლოდ 3 წაგება, აქედან 2 წაგება იყო ერთი ტაისონ ფიურის და მეორე ანტონი ჯოშუასთან, ანუ ესეთ ელიტარულ მებრძოლთან ჰქონდა გამოცდილება დილიან უაიტს და 21 წლის ბიჭი შევიდა და პირველ რაუნდში გააცამტვერა.